მოგესალმებით, მოკლედ ორი დღის წინ პარკის ტერიტორიაზე რომ შემოვდიოდი დაახლოებით დელფინარიუმთან, კურსას მინიმეკეთა და უცებ მომესალმა ერთი პიროვნება, ორი ბიჭი მოდიოდა და რაღაც უნიფორმები რო ეცვათ, ვიფიქრე აკადემიელები არიან თქო ქართველები და მეც ქართულად მივესალმე. ხო და აღმოჩნდა რომ ინგლისურ ენოვნად საუბრობენ, ჩემი ინგლისურის ფარგლებში გამოველაპარაკე, რა თქმა უნდა, გაუჩერდი და რა გნებავ თქო და თუ რო გაქვსო ესე იგი იესო ქრისტესთან დაკავშირებით მინდა გესაუბროო და მეთქი რომელი რელიგიის წარმომადგენელი ბრძანდებით, იმიტომ რომ აქ წარწერა ქონდა არქიბიშოპ არჩიბალდი, ანუ მთავარეპისკოპოსი არჩიბალდი და ვიფიქრე რომ იაღოველების სექტა ხო არა თქო, იმიტომ რომ ნუ ესენი ხო ძირითადად კარდაკარდადიან და სტენდები აქვთ, დადმუნდა ეს უნიფორმა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ტრადიციულად იაღოველები შარვა კოსტუმებით დადიოდნენ ხოლმე და დღემდე ასეა რაღაც ხო, მაგრამ უმეტესწილად გაიშალნენ და შეერივნენ ხალხს, ანუ ჩვეულებრივი ტანისამოსებით უფრო დგანან. პლაზასთან დაუშვათ პლაზის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში შესასვლელთანაც და აქედაც უფრო თქვა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დილის 11 საათიდან ბათუმი მოვთან და ასე შემდეგ რა. რატომღაც რეაგირება კაციშვილს არ აქვს. ყველა შეეგუა, ყველა შეეჩვია და რატომ მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს, ანუ რა ხდება რეალურად რა. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო განსაკუთრებით აი მიუმართავ მშობლებს, იმიტომ რომ იცით ხო მათი მიდგომები განსაკუთრებით ისეთი ადგილები უყვართ, აი ჩამოსკუპდებიან ხოლმე, სადაც ბავშვები თამაშობენ და შეიძლება ან არასრულწლოვნები არიან შემოკრებილები და შეიძლება დრო იხელთონ, ნუ გადაღლილი რო იყო და რო ჩამოვიდა, შეიძლება ისე გამოლაპარაკების მეთოდები აქვთ, იცოცხლე, რა ვიცი, შეიძლება საათი კითხონ, რომელი ან ამიდის პროგნოზი ხო არ იცი, როგორი კარგი მზეა, როგორი ნათელია ამიდია და გამოგელაპარაკება რა. ამის პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს ნებისმიერს რა, იაღოვლების გადამკიდე. მაგრამ ეს ახალი საცეცებია, ახალი მცოცავი გრაფიკით თან, ესე იგი პირდაპირ მოძრაობაში არიან, თან უნიფორმებით. ხო და მე ვეკითხები რომ ეს თბილად ვეკითხები ღიმლით რომ მეთქი სანამ იესო ქრისტეზე დავიწყეთ თქო საუბარს, თქვენ იცით სად იმყოფებით თქო ეს რა ქალაქია და კონკრეტულად პერსონალურად იესო ქრისტეს გამო ამ ქალაქს, ან აჭარას, ან მთლიანად საქართველოს რა აქვს გადატანილი თქო? იცით რომ რამდენიმე ათასობით ადამიანი არის მკვდარი პირდაპირ მნიშვნელობით კონკრეტულად იესო ქრისტეს გამო თქო. ეს გაშიშებული სახით მიყურებენ და მე ვისარგებლე ამ მომენტითაც და მივაყარე შეკითხვები რომ მეთქი იცით თუნდაც აი ქრისტეზე ქადაგებას რო აპირებ ჩემთან, რამდენი მოქადაგე წმინდანი ყავდა საქართველოს და დღემდე ყავს თქო? და როგორი სამღვდელოება, რა ეკლესია ყავს თქო? ამაზე უკვე ძალიან ცივი ირონიული სახით შემოხედა ერთ-ერთმა, ვინც მესაუბრებოდა, რაც სულ მიიღნენ. ხო და ის მდუმარედ იდგა გვისმენდა. ხო და ეს ცინიკური უარი რომ მივიღე, მეთქი მაშინ სასაუბრო შენთვის დრო ნამდვილად არ მაქვს თქო და თქვენთან სასაუბრო თქო, რახან ეგ არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ წინა გამოცდილებაც მქონდა დაახლოებით 2 წლის წინ ისევ პარკის ტერიტორიაზე შემოხდა, ოღონდ ჩემდა გასაკვირად ესენი უცხოელები მაინც იყვნენ ქართველი ბიჭი, უკვე მენტალობა გადაგვარებული, რომელსაც რო ვკითხე რომ ჩემო ძმაო, მან რაიმე ფულის გამო ხო არ ხარ თქვა, ფულადი დაინტერესება თუა, შეიძლება რაღაც თანხავ თქვა ეკლესიას თხოვ და გამოიყოს ხო, იმიტომ რომ სექტაში ნუ წახვალ თქო მაგის გამო და ამ შხამიან სწავლებებს ნუ გაავრცელებთ თქო ერში და ესე მითხრა რომ არაო, მე პირდაპირ დაინტერესებული რითი, მეთქი აი ვინ გინახავს, ესენი ყოფილან მე-7 დღის ადვენტისები და ეს ვიღაც ეპისკოპოსი არჩიბალდი, ახალგაზრდა ბიჭი, სულად უწვერული ჩამოდის და საქართველოში გვიქადაგებს ისეთ სწავლებას, რომელიც ჩვენს, ანუ ქართულ მართლმადიდებლურ, თუნდაც ვაშკაცურ, კაცურ, ანუ არაფერში რო არ ჯდება რა. აი წარმოიდგინეთ რა სექტანტურ სწავლებებს გვახვევენ თავს. ესე იგი იმის რომ ვკითხე რომ აი ვინმე ყავს, თქვა ჯაჭვურად, ანუ ვინ ყავს ავტორიტეტი, ვისაც ეყნობით თქო, მე შემიძლია დაგისახელო თქვა,
მამა გაბრიელი თქვათ, უცხოეთთან სერაფიმ საროველი თქვათ, იოსე ბათონელი, ვინმე, მსოფლიოში ვინ ყავს ავტორიტეტი თქო და ჩვენო ავტორიტეტი საერთოდ არ ყავს რა. როგორ მეთქი განგევკითხე, ჩარლზ რასელი არაა თქო შენთვის ავტორიტეტი, თქვათ იაღოველური ფრთიდან და აქეთ ეს მილერი, ადვენტისტების დამაარსებელი და ამათ შორის ჩვენ ურთიერთკავშირიც არ უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ძალიან მომრავდა ბათუმში როგორი სექტები იცით, კრიშნას ცნობიერების დაჯგუფება მაგალითად რა, ესეთი სახელწოდება აქვს. მომრავდა რაღაც საენტოლოგიური კურსები, ეს ვითოთვით ჩაღრმა. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის სექტანტური ორგანიზაციები. ეს რელიგია, თვითონაც მითხრა გუშინწი, რომ რელიგია არაო, მე-7 დღის ადვენტისტები ვართ. ეს არის რაღაც რელიგიური გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ნახეთ ადამიანში სულს უარყოფს, წარმოიდგინეთ ადამიანი გელაპარაკება და შენ როგორც სულიერ არსებას არ აღიქვამს როგორც ხორცს. არ აღიარებენ ზიარებას, როგორც ასეც, ძალიან სიმბოლური ხასიათით აღიარებენ. აქვთ ეს პროტესტანტური ფრთა და სოლა სკრიპტურას მეთოდი, ბიბლიის ისეთი გაგება, რომ რაც წავიკითხე და რაც გავიგე ზუსტად ეგრეა და თქვა არ მაინტერესებს იოანე ოქროპირმა რა ბრძანა, არ მაინტერესებს ბასილი დიდმა რა ბრძანა, ჩემს თანამედროვეობაში მამა გაბრიელმა რა ბრძანა, იოსებ ვატოპედელმა და სხვებმა დიდმა თანამედროვე ღვთისმეტყველებმა თქვა, ხო? იგივე თქვა საერო ვლადიმერ ლოსკიმ თუ ვინმემ დაუშვათ რა, არა პომაზანსკი თუ ასე შემდეგ, არა აქვს მნიშვნელობა. საქართველოში დაუშვათ არის ხო თეოლოგთა ჯგუფი, ვინც სერიოზულად იკვლევს წმინდა წერილს. ხო და საქმე რაში არა, ავტორიტეტი არ ყავს რა, ხო და მას როცა დასჭირდა საუბარში ეს ძალიან, მოდი ესე ვთქვათ რა, ძალიან მსაკვარი ადამიანები არიან. პიროვნულად არა, ამ საკვირობაში ავარჯიშებენ, მათ იციან მიდგომები, როგორ უნდა ესაუბრო, მუხლობრივად თუ დაზეპირებული აქვთ, გასუთხული აქვთ, პირდაპირ ასე მელაპარაკებოდა. ლუკა ისეს, მარკოზი ისეს, პაველი ისეს და შინაარსში რო ჩავდიოდი ვერ მომყვებოდა. შინაარსი არ იციან, ეს იგივეა მაცხოვარსო უდაბნოში ეშმაკი ცდის და 90 ფსალმუნიდან რო სიტყვები მოყავს და აზრზე არაა იქ რო განკაცებული ღმერთი უდგას და 90 ფსალმუნი ადამიანებისთვის დაიწერა და არა განკაცებული ღმერთისთვის. იქ ეუბნება ხო ანგელოზო ისა გადახდიო და ანგელოზებს ხო წერიაო რომ ანგელოზებს უბრძანებს რომ ხელში დაგიკავო და ეს ღმერთზე არ ვრცელდება, ეს ადამიანზე ვრცელდება, ესეც არ ესმოდა ხო? ამიტომ ეშმაკი და ყველა ეშმაკის მიმდევარი ადამიანი დაცილებულია სახარების, ჭეშმარიტების არს, შინაარს. და ძალიან კატეგორიული იყო, როგორი იყო, იცით, პაველი ამბობს, რომ მეთქი პაველი რაში მაინტერესებს, შენ თვითონ მოყვებით ხო, აზროვნებაში და თქვათ, რომ ვისაუბროთ რა, იმიტომ და შენ ხო თქვი, რომ ავტორიტეტი არ ყავს და პაველი რატოა ავტორიტეტი? პაველს მათი გაგებით, ესენი ხო იმდენად სექტანტური სულით არიან გამშვალულები, რომ მე რო თქვა ეხა მამა გაბრიელს, რომ გაბრიელა, ისა პაველი რა უბედურება არის, წმინდა პავლე მოციქული, ხო? ხო და იესო ჩემი ძმა, ესეთი გაგების ხალხია, გესმით? ხო და მოკლედ ძალიან უცნაური ხალხია, ძალიან ვითო თავაზიანი, ვითო რბილი, ვითო თბილი და ეს სხვათა შორის ჩვენს ოფიციალურად გაწკეპნილ და ისეთ რაღაცა როგორ გითხრათ რა, ოფიციალურობაზე გამოზრდილ თაობას შეიძლება ძალიან შეეშალოს და ყური უგდოს რა, იმიტომ რომ ნახავენ რომ როგორი თავაზიანი ადამიანია მომესალმა. შეიძლება ყავაზეც დაგვადიჟონ, ასე შემდეგ. სხვათა შორის მე თვითონ არაერთხელ გამომიხატავს სურვილი, რომ თქვათ იაღოველების შუა სიცხეში რომ იხარშებიან, ან სხვა ვინც კიდე შეხვდეს, დამეპატიჟებინა ნაყინზე, ან წყალი მეყიდა, ან რამე, იმიტომ რომ მესმის სამარიტელის იგავით უნდაც და თითოეულ ადამიანში მოყვას ვეძებ. რა თქმა უნდა, აბარა მაგრამ იმიტომ რომ არც ოფიციალურ ეკლესიაში მყოფი ადამიანები არ ვართ დიდად სულიერები და გამორჩეულები, ხო? იქ შეიძლება ჩვენზე უფრო გუწრფელი ხალხია მოხვედრილი, არაა გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი რო გეუბნება რომ თუნდაც ის ბიჭი ვის პირველი საუბარი ვისთანაც გქონდა, მეთქი ბიჭო ვაჟაფშაველა ილია ჭავჭავაძე ქვათაღაღადი თუ გაქვს თქო წაკითხული ან რამე ქვათაღაღადი შეგნებულად უხსენეს სხვათა შორის რა, იქ ილია ჭავჭავაძე როგორ კარგად ხსნის არა რომ ქართველობა
ქართველობის იდენტობა გაერთებულია მართლმადიდებლობასთან. სოფლიოშიო, სადაც სიტყვი მართლმადიდებელი იგულისხმება ქართველი, ქართველ სიტყვი ავტომატურად მართლმადიდებელი და ის კი არაო თბილისშიო ზოგიერთ უბანში თუ ვინმე თქვათ რო იტყვიან კაცზე გაფრანგდაო, ესე იგი კათოლიკობა მიიღო. აჭარაში აუბედითობის გამო 300 წლიანი ვიცით რომ გათათრება მოხდა, ხო, ესე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით ასე ეწოდება, ხო? ანუ მენტალობის სრული აღმოფხვრის მცდელობა იყო, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდათ, იქით იყო, ვთქვათ, მონოფიზიტური კვალი თბილისში, მონოფიზიტი თუ გახდებოდა, გასომხდაო, ამბობდნენ ადამიანზე. ხო და მოკლედ ამბიც რა თქმა უნდა არც ერთი არ ყავდა ავტორიტეტად, არავის ჩემთვის აი ესე პირდაპირ ჩემთვის იესო ქრისტეა მთავარი, ჩემთვის ქრისტე, ანუ საქართველოში ამის თქმა, ეხა ეგ როგორია იცით, აი მე რო წავიდე, თან რო არ გესმის ადამიანს სადრას ქადაგებ რა, ეგ იგივეა, მე რო ჩავიდე ეხლა ნეპალში და იქ ვაჟამშაველათი, ილიათი ან მამა გაბრიელის სიტყვების სიტრებით რომ მოვინდომო რამე, რა მნიშვნელობა აქვს? მთელი ერი არის ბუდისტური, ინდუისტური, ხო, იქ არ შეიძლება, ანუ ასე აი თქვა საქმე მოციქუთაშიც არის, ხო, ღვთის განგება მესე ისრვა, რომ სულიწმინდამ დაუშალა მოციქულებს ადგილ-ადგილ ქადაგება. და წერს პირდაპირ მოციქულის სამოციქულოში, რომ არ ესათნოა სულიწმინდას იქ ქადაგება, გაგვიშვა აქ. ხო და იგივეა, ანუ ხო უნდა გესმოდეს სად მიდიხარ, რას ქადაგებ, რატო ქადაგებ. და თან არიან როგორი კატეგორიულები, იცი, რომ აი შენი ყველაფერი არასწორია, სხვათა შორის ეს მე-7 დღის ადვენტისტები კიდე ერთი არასწორი წყარები რა, არ ცნობენ რას. აი სულს რახან არ ცნობენ მარადიულ ხვედრს. რაზეც წარმოიდგინეთ ბიბლია ვეფხისტყაოსანი, აბსოლუტურად ყველაფერი ხახნო საქართველოში, რაც კი კულტურული შექმნილა, ყველაფერი მართლმადიდებლური სულით და მართლმადიდებლობის ხერხემაზზე შექმნილა და დაშენებულა. ამიტომ არის გასაანალიზებელი, კარგად თქვათ აღაღადი და გამოაცალეს საქართველოს ისტორიას მართლმადიდებლობა და დაგრჩება თივაო, რომელსაც ცეცხლს მისცემო. და მართალია, იმიტომ რომ არაფერი დასაკვეხნი სხვა ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი, უფლის განგებულებით და ღვთისწყალობით და ესე იგი ყავს ამდენი უამრავი წმინდანი, რომელიც აი 5 დიდმოწამიდან 5-ვე ერის ადამიანი ყავს. ნუ მთავრები იყვნენ, თქვა მეფე დედოფლები, ანუ დავით და კონსტანტინე ქეთევანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ძალიან უცნაურია, მაინც ძალიან დიდები არიან და მაინც ძალიან დიდი კვალია ისტორიაში, ხო? ხო და ეხა ვიღაც დაფინანსებული პიროვნება, აქ ხო იუდას ვერცხლი ჩხრიალებს ყველგან, აქ იუდას სულია. აი ფულადი დაინტერესების მხრივ, ანუ ვისი თქმა მინდა, იცით, აშკარად თვალებში იქნობა, რომ ადამიანი დაინტერესებულია ფულით, იმ ბიჭსაც ეტყობოდა პირდაპირ, ახლა პირში არც ვეტყოდი და არც მაგის ინტერესი მაქვს და დიდად არც იმის ინტერესი მაქვს, ვინ რას აუცილებს, გარდა იმისა, რომ წამლავს, ანუ საზოგადოებას აუცილებს შხამს. ადამიანი შეიძლება პირადი ღირსებებით ყველას თავისებური ნაკლი გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ვართ იმ სასწაულებრივ გემში მოხვედრილი, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოება ქვია და ამგებიდან რომ ამოხტები და გადახტები და თან 1000 კაცს რო წაიყოლებ, შე როგორ ცხონდები, ანუ შეუძლებელია რა. ამიტომ ასეთი დაბრკოლებები რომ მიდის, აუცილებელია ხმის ამოღება რა. მესმის რომ რაღაცნაირად შეიძლება ვიღაცის თვალში უცნაური გამოჩნდე, მაგრამ ამ უცნაურობას არ უნდა გაექცეს ადამიანი, რატომ უნდა გაექცეს? ყველა მოციქული 12-ვე მოციქული უცნაური იყო და შე რა მე-13-ობა გინდა თუ ანუ რანაირ ქრისტიანობას ვეძებ, ჩემთვის გაუგებარია რა. ანუ ჯვრის აღებას რაღაცნაირად გაურბივართ. აი ვხედავ რა ყოველდღიურად სხვათა შორის ბერი ნიკოლოზის სექტაო რა. მეს ყოველდღიურად ამის კითხვა მიწევს, მოკლედ რო გითხრათ. ჩემი პირადი დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველა ადამიანმა იცის, მაგრამ ანუ იმდენად თან რაღაცნაირად აი იმდენად დიდი ფენომენია ჩემთვის ბერი ნიკოლოზი პირადად, რომ მესმის რომ ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს და ჯერ ერთი ქრისტიანობა საერთოდ არის თანალმობის სარწმუნოება, ხო? შეიძლება იმას უფრო მეოხეყოს ბერი ნიკოლოზი, ვინც მას ვერ უგებდა. მე თუ დაუშვათ ვაღიარები, ეს კი ანიშნავს, რომ მე კარგი ბიჭი ვარ და ამის გამო პრიორიტეტები მაქვს. პირიქით, ეს უზარმაზარი პასუხისგებლობაა, ხო?
ხო და აი სექტაო რო ამბობენ, სექტა მართლა მომრავლებულია მოლას ყვირილის ფონზე, არც ერთ სარწმუნოებას და დენომინაციას არ ვეხები, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი იყო ჩემთვის პირადად, რომ ნების ვიდეოში 12 სახარების კითხვის დროს კინაღამ დაუყრუდი რა, იმ ხელა ხმაზე ისმო და აი ეს ხმის მონიტორინგის სამსახური ხო არსებობს და ანუ თუ არ აწუხებთ უბრალოდ და თან ანუ საინტერესო რა იყო რა სასულიერო პირმა თქვა ტაძარში რომ იქ თანხwebdriver ხო უნდა იყოს მგალობელთა გუნდის ანუ მრევლის ხმა რაღაცაზე ხო უნდა თქვა ამინ პირჯვარი გადაისახოს შემდეგ და ამინ ხმამაღლა თქვითო იმიტომ რომ მოლას ხმაო ხო ხედავთო ფარავსო და მე კი ვხედავ და ჩვენ კი ვხედავთ ყველა მაგრამ ვიღებთ ხმას და გგონია რომ ეს ყველაფერი თავისით მოგვარდება და ვერ მოგვარდება იმიტომ რომ ეს არის აი ციკლს კითხულობდი რაღაც ну ათონის მთაზე მოღვაწე ბერის ძალიან თანამედროვეობაში ჩახედული ღვთისმეტყველი სიტყვებია რომ დღესო ეშმაკი ისე აშინებს ადამიანს ჯვრის წამოწევის მცდელობით რომ თითქოს უკვე სათავეშივე მარცხისთვისაა განწირული არა და ის აკნინებს ადამიანის ვიწრო მხედველობაში ღვთის ძალას ფარველობას და მის განგებულებას აი ტარიელი რო ამბობს ხო ვეფხის ხალხანში უგანგებოდ ვერას მიზმე შეცამებმენ ხმელთა სპანი განგება არ დაურჩები ლახვანია ჩემთვის ბზანი ანუ უგანგებოდ ვერაფერს ვერავის ვერაფერს ვერ უსამს მაგრამ აქ თავარია ჩვენი სურვილი გამოფხიზლების რო რა არის ეს ანუ კრიშნას ცნობიერების მატარებელი ხალხი განყოფილების ერთ-ერთი განყოფილების გვერდით ბათუმში ყავა შეუკვეთე და სანამ გოგონა ამზადებდა ყავას შეკვეთას მიზადებდა ციგნების დახლები როა ხო იცით განთავსებული პატარა თაროები კაფე-ბარებში და მაინტერესა მივიწიე გადავშალე ბუდისტური გადავშალე ინდუისტური გადავშალე ბუდისტური ანუ ეს ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი ეს ბერინიკოლოზის სექტის კვალობაზე ამდენი სექტის შემოჭრა აქეთ ინდუიზმი, აქეთ ბუდიზმი, აქეთ მეშვიდე დღის ადვენტისტები, აქეთ იაღვეველები და რატომღაც არ ჩანს პიროვნება, ვინც მათ უპირისპირდება. მე საკუთარი თვალით არ მინახავს არასდროს. ბევრჯერ ვარ ნასაუბრები, იაღვეველებს ტრაბახად და რამედ არ მინდა რომ ჩაუმერთვას, უბრალოდ ენაზე მომადგა და ვიტყვი შავსიაში ვყავარ შეტანილი, პირდაპირ გაშავებული ვყავარ, ჩემთან არც უნდათ საუბარი ოფისში მობრძანდითო, იქ გაგცემთო პასუხსო. ხო და ნუ სახლი ხო აქვს დიდი აქ საქართველოს ფოსტასთან. სხვათა შორის იმ კრიშნას ცნობიერების ხალხსაც დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე თუ არ ვცდები. ზუსტად კი არ ვიცი ამ ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი რაღაც ოფისები ესე რომ ვთქვათ რა. მოკლედ საქართველოს ამ გზით არასდროს არ უვლია, საქართველოს ამ გზით არასდროს არ წავა და მოდით რა ცოტა ხმა მოვიღოთ და ამათ შევაჭმევინებთ ჩვენს მომავალთაობას, ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მენტალობას, იმიტომ რომ ეს მენტალობა როგორი რამეა რა, თუ ყოველდღიურად არაა გამყარებული, აი მე მაგალითად, აი ამ თემებზე რო ვსაუბრობ, აი გულახდილად რო ვთქვა რა, როგორი განცდა მაქვს ახლა, აი აბსოლუტურ დაცვას ვგრძნობ შინაგანად რით იცით? ანუ მე კი არ ვფიქრობ, რომ მე ვიცავ ქართველობას და მართლმადიდებლობას. მე ვერთდები იმას, რომ თვითონ მიცავს. ანუ ქართველობა მაინც და მაინც სადღეგრძელოების თქმა ხო არა, ქართველობა არის შენი ფესვებისადმი იმხელა დიდი პატივისცემა, რომ შენს თანამედროვეობაში ნებისმიერი ადამიანის თვალწინ აი ფეხქვეშ უნდა გაეგოს საკუთარი ფესვების წინაშე და უნდა რაღაცნაირად გაამეფო თანამედროვეობაში, წარმოაჩინო და როცა ამას არ აკეთებ და ავტომატურად იძახი რომ ღვთისმშობლის წინ ხვედრი ვარ, ისა რა ქვია, აი ის წმინდანი ყავდა, ეს აპრიორი არაფერს ანიშნავს შენთვის პიროვნულად, იმიტომ რომ შენში პიროვნება არ იღვიწებს. ხო და იმედია მომრავლდებიან დაინტერესებული პირები ამ მხრივ რომ რაღაცნაირად ან პოლემიკაში შევიდეთ თქვა და ანუ რა საჭიროა, აი თქვათ მესმის რომ რაღაც მონიტორინგი აუცილებლად იქნება, მე რო არ ვთქვა მაგის გარეშეც, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აი რანაკადები შემოვიდა, ანუ ეს რანაკადებია საერთოდ ეს სექტები, აი სახარების შუქის ეკლესია და ასე შემდეგ, ეს საერთოდ აი ეს სექტა მეშვიდე დღის ადვენტისტების სექტა წარმოიდგინეთ 200 წლისაც კი არ არის და სად 2000 წლოვანი მართლმადიდებლური ქართული სული, რომელმაც უზარმაზარი კულტურა შვა
თხზულებითი, პოემითი, პოეზიური, სასულიერო აკადემია, აი გელათის აკადემია თუ აი რა გინდა საითკენ სტამბის მხრივ აქ კი არა ანთიმოზივერიელმა ბუქარესტში დაარსა, ხო? ანუ ყველაფერი ქართული მართლმადებლურ სულზე დგას და რატო გვინდა რომ ვიღაცეებმა თან რა ხალხია, რა ეროვნებისა, რა ფინანსებით მოძრაობენ, საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი, რატო, რას უმიზნებს, ანუ ხო უნდა ვიყოთ ამ ყველაფრით დაინტერესებულები არა? ჩვენც უბრალო მოსახლეობა უნდა ვიყოთ ამით დაინტერესებულები, რომლებიც მაგალითად ყოველ კვირას, თქვათ, ვეზიარებით, ხო, უფლის სისხლს დახურს და წარმოიდგინე ის გიქადაგებს, რომ ზიარება ეს სიმბოლური არაა, ეს ჭეშმარიტი ქრისტეს სისხლი დახურცი, ეს არის რაღაც, გახსენება რა, ლამაზი ტრადიცია. წინაპრებს არ აღიარებენ. იაღოველები კატეგორიულად მიდიან იმის წინააღმდეგ, რომ სისხლი გადაუსხა ადამიანს. ეს სიკეთე კი არა, ბოროტება ყოფილა, თან სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვისაც. სული არ არსებობს, ესენი ამბობენ მიიძინებსო და აღარ ჩაუყვები რა საღვთისმეტყველო გაგებით, იმიტომ რომ ესმის რაღაცნაირად გართულდება და მოკლედ ესეც არაა ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ ბათუმი შეიძლება ცოტა ხანში საერთოდ გაითიშოს მართლმადიდებლობისგან. იმის ფონზე რომ შეიძლება მთელ საქართველოში და ბათუმშიც აქტიურად მიმდინარეობს ტაძრების მშენებლობა, რაც მისასალმებელი იქნებოდა პირადად ჩემთვის, რო არ ვიცოდე ბერი გაბრიელის გაფრთხილება და სხვა უამრავი წმინდა მამის ციტატას მოვიყვან, რომ ტაძრების მშენებლობა არ ნიშნავს მართლმადიდებლობის ბუკვალურ აყვავებას. ბიზანტიაში ყველაზე მეტად როცა შენდებოდა და ყველაზე ძვირფასი როცა შენდებოდა, აი რუსულ ლიტერატურაში არის რა, ისე ანუ так красиво, что даже Бога не видно, რა. ისეთი ლამაზი იყო და ისეთი ნაგებობა იყო, რომ ღმერთი დაიჩრდილა, აღარ ჩანდა ღმერთი, უბრალოება, ხის ჯვარი, ხის ხაბი, აღარ ჩანდა ეს ყველაფერი. მოკლედ აუცილებელია რა ამ ყველაფერზე დაფიქრება. ჩემი ღრმა რწმენით და ამიტომ შემოგეხმიანეთ დიდი მადლობა.